ჯანდაცვის სექტორი DRG სისტემით დადგენილი ტარიფების გადახედვას ითხოვს. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსებულ სისტემაში შესული ცვლილებები პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისთვის საკმარისი არაა და არსებული ტარიფებით მუშაობისას მათთვის წარმოუდგენელი ხდება განვითარებაზე ფიქრი, მათ შორის დამატებითი ინვესტიციების განხორციელება. სექტორი პროცესში დარგის სპეციალისტების ჩართვას ითხოვს და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებები არა ბიუროკრატებმა, არამედ თავად სამედიცინო სფეროში ჩართულმა პროფესიონალებმა უნდა მიიღონ. რა გამოწვევების რჩება DRG დაფინანსების მეთოდოლოგიით და რა პრობლემების წინაშე დგანან კლინიკები იმ ფონზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ხელშესახებით ცვლილებების მიღებას არ ჩქარობს. ანუკა ჯახაძემ მოისმინა ჯანდაცვის სექტორში ჩართული სუბიექტების ხმა და ახლა ის შეფასებებით პირდაპირ ეთერში გვერდება. ანუკა, მოგესალმები და გისმენთ. ნუცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს სახელმწიფო 2 წელზე მეტია DRG სისტემით აფინანსებს და ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასში ძირეული ცვლილებები არ შესულა. ბოლო თვეების განმავლობაში რიგი ნოზოლოგიების მიმართულებით დაფინანსება, როგორც ვიცით, შეიცვალა, ამოქმედდა გარკვეულწილად თანაგადახდის მექანიზმით, თუმცა საბოლოო ჯამში DRG დღესაც ვერ უზრუნველყოფს კლინიკებისთვის სამართლიან ტარიფებს, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, რომ განვითარებაში დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ და ქირურგიული ჩარევები მაგალითად წამგებიანი არ იყოს. ონკოქირურგი ილია გოცაძე აცხადებს, რომ DRG როგორც დაფინანსების მექანიზმი საქართველოში არსებული ხარვეზების გამო რეალურ მიზანს ვერ ემსახურება და ჰოსპიტალურ სექტორს ყოველდღიურობაში არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. მისი შეფასებით პროცესი კიდევ უფრო პრობლემური მაშინ ხდება, თუ პაციენტს ოპერაციის შემდეგ გართულებები აქვს. თავარია, რომ ნებისმიერმა რეფორმა მოგვიტანოს წინ სვლა. სამწუხაროდ DRG ჩემს დარგში და არა მარტო ჩემს დარგში არ იყო თავიდანვე ჩემის აზრით სწორად დაგეგმილი და ჩემის აზრით ასევე დროზე უნდა განხორციელდეს ამის გადახედვა. ამ ეტაპისთვის ის განფასებები არ უწყობს ხელს განვითარებას. ნახეთ, ჩვენთან ყველა სამედიცინო დაწესებულება კერძოა. კერძო რას ნიშნავს? ანუ კერძო ნიშნავს იმას, რომ ეს არის აგებული მოგებაზე. ამ მოგებაში არაფერი ცუდი არ არის. უბრალოდ ნახეთ, მე ავტომატიურად ხვდები ადამიანი, ვინც პოტენციალურად კლინიკისთვის შესაძლოა იყოს ფინანსურად წამგებიანი 5500 ლარი არ შეიძლება ღირდეს თანამედროვე ოპერაცია კუჭის სიმსივნეების დროს, იმიტომ რომ ობიექტურად ერთი 5000 ლარი შეიძლება დავხარჯო მარტო საოპერაციოში. პაციენტისთვის დამატება ფულის არ შეიძლება, შესაბამისად ყველა ჩემი ოპერაცია 10-დან 9 იქნება წამგებიანი კლინიკისთვის. კლინიკა იქნება თუ არა მოტივირებული ამ რთული ოპერაციების განვითარებაში. რა თქმა უნდა არა. ის რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან DRG-ს დაფინანსების მექანიზმში შესულმა ცვლილებებმა რეალური შედეგი სექტორს არ მოუტანა, ამას ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ კალოიანიც. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის, გამოც მექანიზმი ამ დრომდე ვერ მუშაობს, ის არის, რომ გადაწყვეტილებების მიღება მათ შორის უშუალოდ ბიუროკრატების მიერ ხდება, ხოლო სპეციალისტები, რომლებმაც საუკეთესოდ იციან თუ რა სჭირდება სექტორს, პროცესს მიღმარჩებიან. არსებული ტარიფების პერიოდული გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილიც. მისი თქმით, ამ პირობებში სექტორის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელია. თუ არ იქნება ხარისხზე ორიენტირებული, ობიექტივიზირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი, ფასწარმოქმნის ის წესი, რაც მიღებულია DRG-ს დროს, სადაც რამდენიმე მონაწილე ყავს ამ პროცესს, პაციენტის ინტერესების დამცველი პროფესიული ასოციაციები, ჰოსპიტალები და ფულის გადამხდელი, რომლებიც რეალურად მსჯელობენ და არგუმენტირებულად იღებენ გაწყვეტილებას და არა ვოლუნტარისტულად ბიუროკრატის გადაწყვეტილი სტანდარტებით, მანამდე DRG იქნება ჯოხი ბორბლებში და არა ესე ვთქვათ განვითარების მასტიმულირებელი ჯანდაცვის სისტემას. ერთხელ დადგენილი ტარიფი არ ნიშნავს, რომ სულ ის ტარიფი უნდა იყოს ფინანსური დაინტერესების გარეშე, რა თქმა უნდა, ხო ძალიან რთულია, რომ ჩვენ რაღაცა კარგ მომსახურებაზე აი ამ კონკურენციის პირობებში ვიფიქროთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული მოდელი DRG-ს არ იქნას გამოგონებული და მივდიოთ იმ პრაქტიკას, რომელიც არის უცხოეთში საერთაშორისო დაპრობირებული და გავითვალისწინოთ ყველა ის ნაბიჯები, რაც უკვე გაიარეს სხვა ქვეყნებში.
როგორც ცნობილია, მრავალწლიანი ანონსის შემდეგ DRG-ის მექანიზმი მიხეილ სარჯოლაძის წინამორბედი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის პირობებში ამოქმედდა, რომლის მთავარი მიზანიც პაციენტის მხრიდან ჯიბიდან გადახდილი თანხების შემცირება იყო, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. ბოლოს ცვლილებების მიხედვით DRG-ის არსებულ მექანიზმში პაციენტის თანაგადახდის კომპონენტი გაჩნდა გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებში, მათ შორის პაციენტს საკუთარი ჯიბიდან თანხის დამატება შეიძლება ეგრეთ წოდებულ VIP პალატით მომსახურების დროს, ასევე პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე შეუძლია თანხა დაამატოს. მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრომ რეანიმაციის ტარიფებსაც გადახებდა, რაც ერთ-ერთი კრიტიკული იყო კლინიკებისთვის, თუმცა სექტორის წარმომადგენლები ნაცხადებდნენ, რომ იქიდან გამომდინარე ცვლილებები მხოლოდ ერთ კოდს შეეხო, კლინიკებისთვის ის ხელშესახები ვერ იქნებოდა. ხომ არ გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრომ ორი ცვლილებებს DRG-ის არსებულ მექანიზმში, კითხვით BMG-დან ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, იმ შემთხვევაში თუ უწყება ჯანდაცვის სექტორში ჩართული სუბიექტების მხრიდან დასახელებულ გამოწვევებს გამოეხმაურება, მათ პოზიციას ჩვენს მაყურებელს მომდევნო გამოშვებებში გავუსიარებთ. მადლობა ანუკა. ეს ანუკა ჯოხაძე იყო, რომელმაც ჯანდაცვის სექტორის პოზიცია გაგაცნო DRG სისტემაში დადგენილი ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით.